გამარჯობა, როგორ ხართ? მოგესალმებით, მე ვარ ლევან ორაკიძე, დაგიბრუნდით მონოვიდეოთი. დღეს ჩემს არხზე ამდენი ხნის შემდეგ გვექნება eFootball-ი. სამწუხაროდ ბლოგებს ვერ ვიღებ, მაგრამ ფეხით იძბაკ მოტეხილი. ეს არის იმის მიზეზის თუ რატო ვერ სრულდება ჩემი დადებული პირობა 150 გამოწერზე. დავიხოთ თქვა დამონდა. ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვისაც გამოწერილი ყავართ და ასევე იმასაც გეტყვით, რომ კიდე ძალიან ბევრ ნაწილს არხი არა გამოწერილი და უცებად გამოიწერთ. მოგეთ ეხა ამ ვიდეოს ჩატარეს ვანჭოთ 154 გამონტაჟზე, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. პირობას დაგიდით იმას ცოტა დააგვიანდება უკვე აღნიშნული მიზეზის გამო. ფეხით დიდი მაქვს მოტეხილი. ხო, დღეს რაც შეეხება რა გვექნება დღეს? დღეს ჩვენ გვექნება eFootball-ი, როგორც უკვე გითხარით, challenge-ი, outside the box challenge-ი. რაც იმას ნიშნავს, რომ გოლის გატანა შეუძლება მხოლოდ საჯაიმოს გარედან. გოლს თუ გავიდნენ საჯაიმოს შიგნიდან არ ჩაითვლება. ასე რომ წავედით სანამ ვიდეო დაიწყება დაგავიწყეთ და ლაიქოთ ვიდეო, გამოიწვიოთ არხი და გააკეთოთ ზაის ღილაკი და აბა წავედით. მოვიდით მეგობრებო, უცბად ვნახოთ რა ხდება. რევორდები ავიღოთ და დავიწყოთ უკვე. ეგ არის წავით. მოკლედ ეხლა უცბად შეგახედებთ ჩემ კუნძზე რაც არ ვიღებდი რა ვქენი. მოკლედ ეს არის ჩემი გუნდია. კახი ჯორდან პიკფორდი, დაცვაში რობერტო კარლოსი, ტონი ადამსი, ანტონიო რუდიგერი და ტრენტ ალექსანდერ არნოლდი, ნახევარდაცვაში პედრი და გუნდოგანი და შეტევაში ლიონელ მესი, კრისტიანო რონალდო, კილიან ემბაპე და ხვიჩა კვარაცხელია. ეს არის ჩემი სათადარიგოს კამი. და მოკლედ უკვე დავიწყოთ და ვნახოთ რა იქნება რა. მეგობრებო, როგორც ხედავთ, სუპერსტარზე ვთამაშობთ. დაბა წავიდეთ და ვნახოთ რა იქნება. მაგრამ უნცხვდებით სენეგალს ტესტმა მოვგოთ. ფორმები დავაყენოთ უცბად. მომენტ იყოს ეს. აბა ვნახოთ. ოპა, კრისტიანო რონალდო და რუდიგერი ხოძე არ არიან. ბარკოლა არის ხოძე, მომენტ ეს დავაყენოთ. და მსველი ვინმე გვინდა. აი ვანდაიკი. რუდიგერის მაგივრა და წავედით, აბა ვნახოთ რა იქნება. იწყება მეგობრებო, გავაგორეთ და წავიდა. ვნახოთ პირველ შეტევაში თუ მოახერხებთ გოლის გატანას, მაგრამ არა დაიკარგა ბურთი. კარგი შეტევა ჰქონდა სენეგალის ნაკრებს, მაგრამ დავიბრუნდეთ ბურთი. გუნდოგანი კონჩეტევაზე, აბა ხვიჩა. გავისალოთ საჯაიმოს გარედან და მეკარე მოხსნა სამწუხაროდ და აგვექნება აუტი. ჩავაწოდოთ აქ. აქ კუთხური აქვს სენეგალის ნაკრებს. მენ თუ მენ, რა თქმა უნდა. მოაქვს თამაშები. რა? დარტყმა, მაგრამ გადავრჩით. ჩვენი შეტევა ხვიჩა. ისე ხვიჩა. წაწოდება. აუტი დაგვრჩება ჩვენ. ლეო მესი მოაწვდის. არ დაგვაუწყოს მარტო საჯაიმოს გარედან შეგვიძლია გატანა. გუნდოგანის შორეული გასვლა სამწუხაროდ ძალიან ძლიერი მოვიდა და დიდი მადლით დაცდა ბურთი კარს. ოპა, აქ შეტევა გვაქვს კარგი მბაპე. მაგრამ ცუდი პასი გამოვიდა. გუნდოგანი. მოგავისალოთ შორიდან. ცოტაც და გამეორებაზე ვნახოთ აბა. მცირე მანძილითაც ცოტა დააკლა. რა შეცდომა, მაგრამ საჯაიმოს გარედან შეგვიძლია გატანა. ხვიჩა! დარტყმა! ხვიჩა კვარაცხელია! შესანიშნავი გოლი საჯაიმოს გარედან. აბა რა! და 1-0 ეს გოლი ითვლება ჩელენჯში, რადგან საჯაიმოს გარედან იყო. გამეორებაზე ვნახოთ, შესანიშნავი გოლი იყო. ვნახოთ. შესანიშნავი დარტყმა და შესანიშნავი გოლი.
აი, ძალიან კაი. რა კარგად დაარტყა. მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა მექნება. 200 გამომწერამდე ცოტა გვიკლია და ბარემ 200 გამომწერზეც ავიდეთ. აბა თქვენი იმედი მაგდა ეს ვიდეოც ბარემ დაალაიქეთ და რამე კომენტარი დაგვიტოვეთ. ჯორდან პიკფორდმა დაარტყა წინ. მესია, გუნდოგანი. ხუჩა. გუნდოგანი. დარტყმასაც რია რააგე და ტაიმიც მორჩა. მოდი ბაემსვლებები განვახორციელოთ, აბა ბუსტს ვნახოთ. 54-56. დიდი უპირატესობა გოგს, მაგრამ მაინც უპირატესობა. კაი, მოდი აქ შემოვყვანოთ ვინ? შემოვიდეს ლამინ იამალი. ამად დიალო. და მოდი ესეც შემოდგომით გავაგზავნოთ. და აქ იწყება უკვე მეორე ტაიმი სენეგალის ფეხბურთელებმა გააგორეს და დაიწყო. აქ რისკავენ უკან გავურავებენ ბურთს. და კაი შეტევაზეც წამოვიდნენ. მაგრამ ეს პასი არ ვარგავდა და ვერ მიასწრო. შეგვიძლია სწრაფად წასვლობა. მაღალი პასი ტრენტისგან. ხუჩა თავით. არ მივიდა მოპეს ეს ბურთი. ვნახოთ თუ წავარწმევთ აქ. სახიფათო შეტევა, მაგრამ რობერტო კარლოსი ადგილზეა. უკარატო გააკეთა პასი აქ ვერ გავიგი სენეგალის ნაკრების ფეხბურთელმა, მაგრამ ოკეი და კინაგამ წაართვა მბაპემ ბურთი. ამად დიალო, ბარკოლა, ლამინ იამალი, მაგრამ არ გავიდა ეს პასი. აქ ისე ჩუმჩება. ტრენტი. ჩატოვა ფეხი და გვანდაიკი ვნახოთ რა სიზავს, რა თქმა უნდა მოიგებს ამ უსაბძოლოს, მაგრამ შეცდომა შემდეგ და მაგრამ ბურთი ისე ჩვენჩება და კიდე დაიკარგა ცუდი პასის გამო. მაგრამ რობერტო კარლოს ადგილზეა. ხუჩა. რატო ჭედავს? აქ გამოიტანეს ბურთი სენეგალის ფეხბურთელებმა. და სახიფათო შეტევაც გამოვიდეთ, მაგრამ ოფსაიდმა გადაგვარჩინა. სახიფათო შეტევა აქ სენეგალის ნაკრებს, მაგრამ ვანდაიკი მოწოდების სიმაღლეზე. პედიმ დაკარგა ბურთი, შემდეგ რობერტო კარლოსი. ამად დიალო. ბიჭო. აი პასი შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ დაგვიანა პასი კი არა და ვაფშე არ გააკეთა. რატომღაც? და აქ ეს პასი აღარ ტომი ადამს აქ ბურთი. არ გამოვიდა თუ მოძრაობა. ვანდაიკი მიასწრებს, რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება გოლი გავიდეს, მაგრამ ვეღარ დაეწია სენეგალის რომელიღაც ფეხბურთელი ბურთს. აქ მოდი წინ დავარტყა ჯორდან პიკფორდით. ბარკოლა ვნახოთ თუ მოიგებს ორთაბრძოლას, მოიგო, მაგრამ პასი არ გამოვიდა. რობერტო კარლოსი დავარტყმევინო ჩორიდან. აცილა სამწუხაროდ და 1 წუთი დარჩა უკვე მატჩის დამთავრებამდე და დიდი ალბათობით მოვიგეთ. 2 წუთი არის დამატებული. აქ რა შეცდომა? ხუჩა. დააწალეს ხუჩას დარტყმა. და ეს არის მორჩა თამაში, მოვიგეთ. მატჩის MVP გახდა ხუჩა კვარაცხელია. ჩელენჯი შევასრულეთ. და ეგ არის. მოგეთ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. არ დაგავჭირეთ დაალაიქოთ ვიდეო, გამოაწვევთ არხი, გაგვწევთ ზარის ღელაკი და აბა ჰე და აბა ჰო. Peace.